დღეს ჩამოვედით რუსთავში, ჩვენს თანამოქალაქეებს გადავეცით მცირედი საჩუქარი. ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული. ეს არის ჩვენი უმაღლეს საბჭოს წევრების, დეპუტატების და უმაღლეს საბჭოს თანამშრომლების ხელფასებიდან დადებული თანხებით შეძენილი პროდუქტები, IP შევქმნით სპეციალურად და მთელი საქართველოს მასშტაბით, აი ამ IP-ის მეშვეობით, რომელსაც ქალბატონი ნანა კვარაცხელია ხელმძღვანელობს, ჩვენ ვეხმარებით დევნილებს, რომლებიც მოგმართავენ ჩვენ თხოვნით, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, მრავალშვილიანები არიან და სხვადასხვა პრობლემები აქვს, მატერიალურად ძალიან უჭირთ. აი ასეთ ადამიანებს ვეხმარებით ჩვენ ხელფასებიდან გაღებული თანხებით და სახსრებით. ეს აქცია წლის ბოლომდე გარანტირებულად გაგრძელდება და მე შემდგომში ვნახოთ როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში იმის მიხედვით ალბათ ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ თუ რამე პრობლემები იქნა ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ აქციას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას დავეხმარებით მაქსიმალურად. მე მადლობა მითხრა უთხრა ჩემს კოლეგებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წევრებს, თანამშრომლებს, რომლებიც ბევრი და გადასაყრელი არავის არ აქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან უფრო უკეთესი პირობები გვაქვს, თქვათ ხელფასი თვალსაზრისით და ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილებას აქვს გაცილებით უფრო მეტი დატვირთვა, ვიდრე შეიძლება ეს ფულად გამოსახულებაში იყოს თქვათ გააზრებული. ამიტომ მადლობა იმათვინც ამას აკეთებს და კიდევ ერთხელ დღეს ბატონმა ჯემალმა თავისი შეხვედრა დაიწყო სიტყვით ბოდიში მოსახლეობასთან. ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახლეობასთან მოსახლეები, რამე თუ ისინი ამდენი წელია არიან უსიტყვოდ, უკოხმანოდ, ამ საოცარი დიდი მოთმინებით და მონდომებით და მადლობა მათ ამ მოთმინებისათვის და იმედით რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში აუცილებლად ყველა ჩვენ სახლებში. რუსთავის მერია დასაკრებულო ყოველთვის გვერდში ვიდექით ჩვენ დევნილ თანამოქალაქეებს გეტყვით რომ წინა საახალწლოდ და ცოტა შემდგომაც პანდემიის გამოწვეული მძიმე სოციალური ფონი ჩვენ არ შეგვეძლო ჩვენ თანამოქალაქეებს გვერდით დაუდეკით, ასევე სასუსათო ამანათები გადავეცით. რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც იყო. ვეტერანებს განსაკუთრებით პატივი მივაგეთ და მათი სხვადასხვა შეღავათებით დაუწესეთ ხოთაშორის უფასო მგზავრობა ტრანსპორტზე, რომელიც დღემდე არ იყო. ეს მუდმივად ესე გაგრძელდება.